ბიბლიოთეკაზე, ასე ვთქვათ. Vue-ს ასევე გააჩნია გარდა ტექსტურების ბიბლიოთეკისა, გააჩნია ასევე ქვების ბიბლიოთეკა და გააჩნია ხეების ბიბლიოთეკა. Როგორ შეიძლება ეხლა ხე დავაგდო ჩვენს 3D განზომილებაში? უნდა მივიდეთ აი ამ ხის ფორმის ღილაკთან, დავაწყაპოთ მარჯვენა ღილაკი და გამოჩნდება მთლიანად ის ბიბლიოთეკა, რომელსაც Vue გვთავაზობს უფასოდ. გვაქვს ხეების რამოდენიმე ათეული მოდელი. არის წყალქვეშა მცენარეების რამოდენიმე მოდელი, არის სხვა ნაირი ტიპის ხეების რამოდენიმე ცალი მოდელი არის. ბალახი, ყვავილები, ბუჩქები და კიდევ წყალქვეშა მცენარეები. ჩვენ ნებისმიერი ხე ავიღოთ, ჩემი უსაყვარლესი ხე არის ამ შემთხვევაში აი ეს. მას ქვია large European ash. Okay. და როგორც ხედავთ, ის ლუადდება ჩემს ფანჯარაში. შემოვიდა დალუადდა და მოთავსდა დეფოლტად სცენის ცენტრში. ჩვენ მას ახლა ვერ ხედავთ, იმიტომ რომ ტერეინი ეფარება მას. ამოვწიოთ და სადმე რომელიმე პიკზე დავაგდოთ. რაც უნდა უცნაური იყოს, უბრალოდ თვალსაჩინოებისთვის დავსვათ სადმე. და ცოტა დავარენდეროთ მე შემდგომში. ანუ თქვენ ამ შემთხვევაში შეგიძლიათ პრაქტიკულად თქვენი ხეს დადოთ სადაც გსურთ, დაატრიალოთ. გაზარდოთ და ასე შემდგომ. როგორ ხდება ეს ზემოთ ეს აღნიშნული რედაქტირებები EON Vue-ში? მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ განსხვავებული სამოძრაო სისტემა გააჩნია Vue-ს. ყველაფერი არის მოთავსებული აი ამ პატარა ღილაკებში. ეს არის skill ღილაკი, აი ესა, ბოლო. თქვენ შეგიძლიათ ყველა მიმართულებით დასკილოთ თქვენი ობიექტი, ან ნებისმიერი ერთი მიმართულებით. ასევე rotation-ი თული ჩდება აი ამ rotation ღილაკზე დაჭერით. და თქვენ ის შეგიძლიათ ატრიალოთ ისე როგორც თქვენ გსურთ. ამ შემთხვევაში მე მინდა რომ ის ცოტა დახრილი იყოს, რაც უცნაურად. ეს არის move tool-ი. ერთის ნაცნობი იარაღი. ნუ ყველა ნაცნობია აი ამ 3D tool-ებს შორის. ვითომ კლდის წვერზეა ჩვენი ეს ხე დარგული და ეს ცნაურად ამოვიდა ხის კლდის წვერზე. აი ეს ხე. მინდა აღვნიშნო ასევე, რომ ეს ბიბლიოთეკები, რომელიც აღვნიშნე მე უკვე, საკმაოდ კიდე ძალიან მაღალხარისხიანია. აქვს კარგი შედეგი რენდირების შემდგომ. ასევე გარდა ამისა, თქვენ როდესაც Vue Extremes დააყენებთ, ის ავტომატურად დაუკავშირდება Maya-ს, Autodesk Maya-ს და გახდება მისი პლაგინი ამავდროულად. რაც იმის საშუალებას გაძლევთ, რომ Vue-ს გამზადებული სცენა პირდაპირ Maya-ში შეაგდოთ, დაარენდეროთ, რაღაც თქვენი ობიექტები დაამატოთ იქ, დინამიკა გაუკეთოთ რაღაც ობიექტებს, პერსონაჟი შემოიყვანოთ, ამოძრავოთ, რაღაც მოქმედებები აკეთებინოთ და ეს ყველაფერი შეგიძლიათ გააკეთოთ Vue-ს გარემოში, რაც ძალიან მოხერხებულია. მე ადრეც აღვნიშნე წინა ტუტორიალებში, Maya-ს გააჩნია თავისი tree სისტემები და ასე შემდგომ, მაგრამ ის იმდენად ხარისხიანი არ გამოდის ხოლმე. ძალიან ბევრი რედაქტირებები ჭირდება, ფოთლების ხელით შეყვანა, ხის ტექსტურის დამატება და ასე შემდგომ. ეს Vue პლაგინი Maya-ში გვთავაზობს მთელ დიდ ბიბლიოთეკას ხეებისთვის, მცენარეებისთვის, იმისთვის რომ უფრო მარტივად, სწრაფად მივიღოთ ის შედეგი, რაც ჩვენ გვინდა. ეს დარენდერდა ეხლა preview rendering-ით.
და ნახეთ რომ ხე საკმაოდ მაღალხარისხიანია, ახლოს რომ მივიდე. არის გამოიყურება მშვენივრად. ასევე ამ ხის დარედაქტირება შეგვიძლია აქვე ხეზე ორჯერ დაკლიკებით. როდესაც ხეზე ორჯერ დავაკლიკებთ, გამოჩნდება ფანჯარა. აი ეს ფანჯარა, სადაც მე შემიძლია ეს ხე დავარედაქტირო. შეუცვალ ვთქვათ ტოტების გაშლადობა, რაღაც სიმაღლესი, სისქე, რაღაც მიხრილობა, და ასე შემდგომ. შემიძლია აქვე შემოვიტანო ჩემთვის ცალკე რაღაც ვთქვათ ვაკეთებ განსაკუთრებულ ხეს, ხო? რაღაც უცნაური ფოთლები მინდა კონდეს, რაღაც ცისფრად, რაღაც იასამნისფრად გადადიოდეს ფოთლის ფერები და ასე შემდგომ. ანუ თუ გსურთ რაღაც უცხო პლანეტის სცენარეების იმიტაცია გააკეთოთ, არ არის პრობლემა, აქვე შეგიძლიათ თქვენ ჩვეულებრივი ხის ფოთლები ჩაანაცვლოთ თქვენს მიერ მოფიქრებული ხის ფოთლებით, ან მთლიანად ხის ტექსტურა შეცვალოთ, გვაძლევს ამის მშვენიერ საშუალებას. თუმცა ამაზე არ გავჩერდები, ჩემი მიზანია რომ რაც შეიძლება მოკლე დროში მიმოვიხილო უეს ყველა მნიშვნელოვანი თვისებები. გამოვაგზავნოთ ეს იყო tree სისტემა, რომელსაც შემდგომ ტუტორიალებში დავუბრუნდებით, მისი შემოტანის საშუალებები საკმაოდ განსხვავებული და მრავალფეროვანია თვითონ უეშიც. შეგიძლიათ როგორც ტექსტურა ისე დაადოთ ხეც კი, აიღოთ და დახატოთ იქ, სადაც თქვენ გსურთ. ამის შესაძლებლობას გაძლევთ უე. თუმცა ამაზე ახლა არ მოგახსენებთ, ეს შემდგომი ტუტორიალების თემაა. ახლა რასაც მივუბრუნდები, ეს არის ქვა, არის rock, როგორც ხედავთ, ხის ქვეშ არის rock სისტემა, რომელიც მარჯვენა ღილაკის დაწყაპუნებისას გამოჩნდება ქვების ბიბლიოთეკა. საკმაოდ კი არა და ძალიან მაღალხარისხიანი ქვებია, ბევრი პოლიგონების შემცველი და კარგი ტექსტურის, რაც საკმაოდ ამძიმებს სცენის მუშაობას. ჩვენი rock დავარდა აქ სადღაც. ამდე გავზარდოთ ზომაში, უფრო კარგად გამოჩნდეს. როდესაც უეში შემოგაქვთ, უეს სცენაში შემოგაქვთ რაღაც ობიექტი, ის დეფოლტად არის შესაბამისი ზომის თქვენი ტერეინის მიმართ. ანუ ხო არ შეიძლება მთა იყოს და რაღაც ქვა იყოს ტერეინზე უფრო დიდი. როგორც დაინახეთ, როგორც კი ქვა შემოვიდა, იყო ხეზე პატარა, ანუ რეალობასთან რაც შეიძლება უფრო ახლოს. ცოტა სხვაგან დავაგდოთ ჩვენი ქვა, ჰაერში არ უნდა რომ იყოს, სათმე აქ. ხის წვერზე. ან ხის ქვეშ იყოს სადღაც. ამოვწიოთ, მივუახლოვდეთ, დავაკვირდეთ preview rendering ფანჯარას. კიდევ უფრო ამოვწიოთ. და აი ესე შევხედოთ. ეს დავარენდეროთ ახლა უცებ სწრაფად. სამ ეს დარენდერდება, მინდა ცოტა წინ გავიქცე და შემდგომ სისტემაზე მოგიყვეთ ცოტა პრომეტი. ეს არის cloud სისტემა. თქვენ შეგიძლიათ გამზადებული cloud ბიბლიოთეკიდან შემოყაროთ ღრუბლები, დასვათ იქ სადაც თქვენ გსურთ და ასე შემდგომ. გარდა იმისა, რომ უეს გააჩნია cloud სისტემა ცალკე, water სისტემა ცალკე, sun სისტემა ცალკე, მას გააჩნია ამავდროულად მისი რედაქტირებების უდიდესი შესაძლებლობა. ანუ თქვენ გარემო შეგიძლიათ ისე დაარედაქტიროთ, როგორც თქვენ გსურთ. ამაში არ არის არანაირი პრობლემა. თუმცა საკმაოდ დიდ ცოდნას მოითხოვს.
არის სამუშაო. მოდი ხეც ამოვწიოთ. უფრო რაღაც საინტერესო იყოს. დავსვათ აქ. დავფრევივოთ. ასევე ვუეს გააჩნია თავისი რენდერება, როგორც ნახეთ. ასევე გააჩნია მას თავისი ანიმირების სისტემა. გააჩნია ობიექტების თვისებების მინიჭების სისტემა. მაგალითად, წყალზე რო დავსვათ ნავი, მას შეუძლია გახდეს მისი ძრავი და ამოძრავოს ისე როგორც ჩვენ გვსურს და შესაბამისი ეფექტები მიიღოს წყალმაც, ანუ ნავის ნაკვალევი დარჩეს და მსგავსი რაღაცები. ასევე EONWS გააჩნია ეს არის პლანეტების შემოსტანის საშუალება, ანუ გამზადებული პლანეტების სისტემა გააჩნია მას. რაიმე პლანეტა შემოვიტანოთ, ამ შემთხვევაში თვარეა, რომელიც სადღაც იქ შორს დავარდა და ის ყოველთვის იქნება თქვენი სცენის გარეთ. ანუ ის არანაირად არ შეგიშლით თქვენ ხელს იმისთვის, რომ სცენაში იმუშაოთ ისე როგორც თქვენ გსურთ. იმისთვის, რომ ეს პლანეტები გამოჩნდეს, მე სხვა განათება შემოვიტან. ამისთვის საჭიროა გადავაკეთეთ ზემოთ მოცემულ ფანჯრებში. შევიდეთ atmosphere editor-ში. სადაც მე შემიძლია ზის კონტროლირება. მას გააჩნია თავისი თვისებები, კორონა, აზიმუტი და ასე შემდგომ. Cloud სისტემა შემიძლია დავარედაქტირო და ასე შემდეგ. მაგრამ მე უფრო ხშირად რედაქტირების გარდა ვიყენებ environment სისტემას Maya-ისა Vue-ში. ეს არის load atmosphere. შეგიძლიათ ატმოსფეროს ლოადირება. მინდა ამ შემთხვევაში ღამის განათება იყოს და შემოვიდან აი ესე თვარეს, ოკეი. და ხედავთ, რომ გარემო შეიცვალა. რაღაცა უცნაურად გამომივიდა, ორი მთვარი მაქვს გარემოში. ამიტომ მე Planet Hours ავდგები და გავწევ და დავასვა მაგ. ნახოთ რა გამოვა. ნუ მიახლოებით ესე. გარდა იმისა, რომ თვარე შეიძლება, აქ არის მთელი ჩამონათვალი მზის სისტემის პლანეტებისა, არის მარსი, ვენერა, დედამიწაც, აი საინტერესო იქნება დედამიწა როგორ გამოიყურება. ავიღოთ ეს. ცოტა სხვანაირ განათებაში აქ ქვემოთ იყოს უკეთესი იქნება. დავარენდეროთ, მაგრამ აქვე მინდა გითხრათ, რომ თვარიც არის და დედამიწაც. აქვე მინდა გითხრათ, რომ როდესაც თქვენ შემოგაქვთ რაიმე განათება, რაღაცა ზის სისტემა, რაღაცა სხვა ობიექტები, ეს ყველაფერი მოქმედებს თქვენი რენდირების სიჩქარეზე და რენდირება შესაბამისად ხდება უფრო სწრაფი, ან უფრო მეტ დროს მოითხოვს. როგორც ხედავთ აქ დედამიწაც არის, თვარეც არის, კიდე რაღაც ნანათობელია ეს და ასე შემდგომ. ნუ როგორც თქვენ გსურთ, ისე შეგიძლიათ დაკომპოზიციოთ თქვენი სცენა. ამაში პრობლემა არ არის. გარდა ამისა, პლანეტა შეგიძლიათ დაარედაქტიროთ, ისე როგორც თქვენ ჩათვლით საჭიროდ. მთლიანად განათებული იყოს, ნახევრად განათებული იყოს. ისის სიმკვეთრე, ღრუბლების სიხშირე და ასე შემდეგ. აი მაგალითად ეხლა რა სხვაობას მოგცემს ეს. და მსგავსი რამეები თავისუფლად აკეთოთ. ეს არის Vue-ის ძირითადი დანიშნულება, შექმნათ გარემო, შეიყვანოთ ამ გარემოში ობიექტები და შემდგომ ამ ობიექტებზე იმოქმედოთ, გააკეთოთ ლამაზი და უცხო ან ისეთი რამეები, რაც თქვენ წარმოგიდგენიათ და რის გაკეთებაც გსურთ. გადავიდეთ შემდეგ იარაღზე, შემდეგ tool-ზე Vue-ში. ეს არის
ეს არის spline, ანუ მაიაში ეს არის curve, არის ასე ვთქვათ lasso, რომელიც მითითებითაც თქვენ შეგიძლიათ შემდგომში შექმნათ მდინარე ვთქვათ ზედაპირზე, შექმნათ რაღაც მიმართულებები, შექმნათ ის არეები, სადაც შეიძლება პოპულაცია გაუკეთოთ მცენარეებს, ხეებს, ის რაღაც ქვებს და ასე შემდგომ სხვა ობიექტები დავალაგოთ აი ამ ლასოთი მონიშნულ ტერეინის ზედაპირს. ამას მე გადავახტები, შემდგომი იარაღი არის ობიექტის შემოტანის იარაღი. ეს დანარჩენი იარაღი არის სინათლის რედაქტირებისთვის, აი ეს თქვათ რაღაც სინათლის შემიძლია შემოვიტანო. აი ეს იარაღი კი, რომელსაც ქვია direction ventilator, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს direction ventilator-ი რა შვება ეხლა განახებთ. direction ventilator-ი აი ამ დაგვარად, როგორც მე შემოვიტანე იმ ხეზე, მოქმედებს როგორც ძლაური ქარი. ან მიმართული ქარი, ასე ვთქვათ. დავწიოთ ცოტა. მივახლოვდეთ. ერთი სიტყვით ეს იარაღი გვაძლევს საშუალებას მიმართული ქარის იმიტაციისთვის. თუმცა ყველა მომენტში არ მუშაობს, აი მაგალითად მე მგონი ამ მომენტში არ იმუშავა. ამ იარაღებს ცალ-ცალკე შემდგომში განვიხილავთ, რა თქმა უნდა, ამ ტუტორიალის მიზანია ზოგადი ცნობა მოგაწოდოთ EON-ვის შესახებ. ეხლა მინდა გიჩვენოთ ყველაზე მნიშვნელოვანი რატო არის ეს UE კარგი. UE თვითონ პროგრამა, როგორც პროგრამა ცალკე აღებული არის მშვენიერი, თუმცა ის თითქმის არაფერი იქნებოდა, რომ არ იყოს დაკავშირებული სხვა ძლიერ პროგრამებთან, როგორც არის Maya და შეიძლება 3D Max-იც, მე მგონი 3D Max-საც უკავშირდება როგორც მახსოვს. ეხლა როგორ შეგვიძლია ეს სცენა, რომელიც ჩვენ აქ შევქმნით, ავდგეთ და შევაგდოთ Autodesk Maya-ში. ჩვენ ეს პროექტი შეგვიძლია შევინახოთ პირდაპირ file save as, არანაირი ექსპორტი, არანაირი რაღაც ფორმატების არჩევა და ასე შემდგომ. პირდაპირ save as. მე desktop-ზე შევქმნი რამე folders, სადაც შევინახავთ test vue. დავარქვათ vue და შევინახოთ. ჩავთვალოთ, რომ ვუეში რაღაც სცენა გამზადებული გვაქვს, რომელიც შემდგომში გვინდა Maya-ში დავარედაქტიროთ. როგორც ხედავთ, დაექსპორტირდა. ეხლა გადავალ Autodesk Maya-ში.